გიორგობის დღესასწაული საზღვრისპირა სოფელ მეჯვრისხევშიც აღნიშნეს. სოფელში გორის და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია ჩავიდა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხა. სპეციალურად ამ დღისთვის სამების საკათედრო ტაძრიდან წმინდა გიორგის ხელნაწერი ხატი ჩამოაბრძანეს. მეჯვრისხევში წმინდა გიორგის ხუთსაუკუნოვანის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა. ტაძრის კურთხევას პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატებიც დაესწრნენ. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენებას. დღეს სოფელ უსანეთში ტაძრის კურთხევა მოხდა, განახდა უსანეთის ტაძარი, რომელიც წლების განმავლობაში იყო მძიმე მდგომარეობაში, იმდენად რომ შიგნით შესვლაც კი სახიფათო ხდებოდა. ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს რესტავრაცია, რომელსაც აწარმოებდა ძეგლთა დაცვის სამსახური და დღევანდელ დღეს ვიზეიმეთ ამ ტაძრის ხელახალი გაახსნა. ზუსტად ასეა, წმინდა გიორგის ხელნაწერი ხატი სპეციალურად დღევანდელი დღესთვის ჩამოაბრძანეთ. ვლოცავთ გიორგობას თელ საქართველოს, განსაკუთრებული დღესასწაული არის ხოლმე გორის რაიონში და განსაკუთრებულად ამ სოფელში მეჯვრისხევში, რომელიც არის კონფლიქტისპირა რეგიონის ერთ-ერთი უკანასკნელი სოფელი და ბუნებრივი ერთ-ერთი ტაძარი, რომელიც კონფლიქტის ზონაში არის დარჩენილი, მრევლი ვერ მიდიოდა და ვერ აღავლინდა ლოცვას.